Ჩემთან ერთად არის თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ბატონი ირაკლი ჩიქოვანი. მოგესალმებით ბატონო ირაკლი. ბატონო ირაკლი, 5 ტყვია ესროლეს დღეს ალექსი პეტრიაშვილს. რა უნდა გამხდარიყო ამის მიზეზი? რას ფიქრობთ თქვენ? რის გამო მოხდა ეს ამბავი? ჩვენ პირდაპირ ვისაუბრებთ მოტივებზე, არ ვისაუბრებთ ამ შემთხვევაში და წარმოუდგენელია ვისაუბროთ მოტივებზე, ვიდრე ადეკვატური გამოძიება არ ჩატარდება და გამოძიება უნდა ჩატარდეს ძალიან სწრაფად. ჩვენ გქონდა კონტაქტი როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, ასევე მე პირადად გქონდა ურთიერთობა შინაგან საქმეთა მინისტრთან. მან მოგცა ყველანაირი წმუნება, რომ ეს გამოძიება წარიმართება ძალიან სწრაფად და ყველაფერს გააკეთებს სამართალდამცავი ორგანოები იმისათვის, რომ გამოვლენილ იქნენ ის ადამიანები, ვინც ეს ვანდალური ფაქტი ჩაიდინა. Რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი ფაქტი, როდესაც ადამიანს მიუხედავად იმისა, ეს არის პოლიტიკოსი თუ არ არის პოლიტიკური დღისით ბზისით საჯარო ადგილზე ხვდებიან და ესეთ ზიანს აყენებენ, რომელიც პრაქტიკულად შესაძლებელია ემსხვერპლა მისი ცხოვრება. თუმცა საბედნიეროდ ყველაფერმა ჩაიარა მშვიდობით და დღეს ბუკას სიცოცხლეს არ ემუქრება არაფერი. ბატონო ირაკლი, ხომ არ იყო წინასწარ რაიმე მუქა რა მის მიმართ, რაღაცა თვალთვალი, მისი მეუღლე ეკატერინე მიშველაძე აცხადებდა, რომ მის მიმართ რაღაცა გარკვეული თვალთვალი ხორციელდებოდა. რაიმე თქვენთვისაც ხომ არ არის ცნობილი და შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებსო თქვენ ბრძანეთ და კარგად მიდის ძიებაო. ცხელკვალზე რატომ არ იქნა გახსნილი თქვენი აზრი და თქვენი ინფორმაცია? ვერ გეტყვით ცხელკვალთან დაკავშირებით, ალბათ ეს სამართალდამცავებს უნდა მიმართოთ და მათ უნდა გიპასუხონ თუ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, თუმცა ფაქტია, რომ არსებობენ თვითმხილველები, არსებობს გარკვეული ინფორმაცია და ასევე სასაფლაოს ტერიტორიაზეც იმყოფებიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლია უფრო დეტალური ინფორმაცია მისცენ გამოძიებას. რაც შეეხება წინა პირობებს, რაც შეეხება წინა გარემოებებს, მე ამასთან დაკავშირებით არ ვისაუბრებ. თვითონ ეკა ალექსი მოგვიანებით ამასთან დაკავშირებით თუ გააკეთებენ, თვითონ გააკეთებენ განცხადებებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვსაუბრობ იმაზე, რომ მოტივებზე საუბარი არ არის, ვიდრე არ დადგინდება ეს ყველაფერი არ დადგინდება გამოძიებით. სამი მეგობარი ფიგურირებს, რომ ალექსი პეტრიაშვილი იყო სამ მეგობართან ერთად. თქვენთვის თუ არის ცნობილი, ვინ იყვნენ ეს ადამიანები და სად არიან ამჯერად და რას ამბობენ ისინი? როგორც ცნობილია, დღეს იყო ბატონ ლევან მიქელაძის დაბადების დღე და მისი მეგობრები, მათ შორის ბუკაც იმყოფებოდნენ სასაფლაოზე, რათა გაეხსენებინათ ბატონ ლევანი. ბევრი ადამიანი ტრიალებდა, მე სახელებს დაგვარებისგან თავს შევიკავებდი დასახელებისგან. გამოძიებას უკვე იდენტიფიცირებული ყავს ეს ადამიანები და მათთან უკვე გარკვეული გამოკითხვა ჩატარებულია და მათ როგორც ამდენადაც ჩემთვის ცნობილია გამოძიებისთვის ინფორმაცია მიცემული აქვთ. თავისუფალი დემოკრატები ერთ-ერთი ლიდერი არის თქვენი დაჭრილი 5 ტყვიით. რას აპირებთ? რა არის თქვენი გეგმა? პირველ რიგში ყველას ჩვენგანის მთავარი ამოცანა და მთავარი სურვილი არის ის, რომ ბუკა რაც შეიძლება ძალიან მალე გამოჯამრთელდეს, ეს ერთი, მაგრამ მეორე უმთავრესი არის ის, რომ ეს გამოძიება ძალიან სწრაფად წარიმართოს, იმიტომ რომ თუ ესეთი რამ ხდება ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ძალიან მიუღებელი, ძალიან ცუდი რამე. ბუკა წლების განმავლობაში იყო საჯარო მოღვაწე, იყო მთავრობის წევრი, მას ძალიან ბევრი ადამიანი ისმის, ძალიან ბევრი პატივსცემს და როდესაც ესეთ ადამიანებს ესე უსწორდებიან დღისით ბზისით, ეს კიდევ უფრო მეტი შიშის და კიდევ უფრო მეტი რა ვიცი, დაუცველობის გზნობას აძლევს ჩვენს თანამოქალაქეებს, ამიტომ მე ვთვლი, რომ ამას სჭირდება ადეკვატური გამოძიება. ძალიან დიდი მადლობა. თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი იყო.